ჰაი, დაგიბრუნდით მეგობრებო, მოვიდეთ თქვენ პოდკასტს ისხივი. არის ღამე 9:30 უკვე, მაგრამ ხო იცით, როცა მაქვს მორიგიობის დღეს ერთით აქ ქვეყანაზე არა ვარ. ხო და სანამ მოვედი, ტაქსით გამოვარდი მეტროდან, იმიტომ რომ მარშრუტკა რვამდე ვერ მოდის აქ. ისე დროს ვუსწრებდი რა, ვერ ვუსწრებდი ცოტა ისე დროებში და მე ნუ გამოდიოდა რომ რაღაცა ვაი, მე მეთქი 8-ზე ყვება მიცდება, კი არ მიცდება, ანუ მე ძალიან გვიან მიწევდა, აი 9-15 წუთზე ყვება და არვას უკლდათ 15 გიჟივით შემოვარდი, გავიკეთე, მივირთვი და ყავის დროა მოკლედ. ხო, ეხლა რისთვის ვარ შემოსული? რადგან მე თქვენ დაგპირდით, რომ აუცილებლად ვსაუბრობ. აუცილებლად ჩავწერდი ვიდეოს იმასთან დაკავშირებით, როგორია ჩემი კვება და საერთოდ რა ხდება ჩემ თავს. ცალ-ცალკე კომენტარებში უბრალოდ მართლა გაიხადეთ თუ გინდა შეუძლებელია ასე ერთი და ორი სიტყვით გაგცეთ პასუხი, რანაირად შეიძლება, ხო, როგორი კვებები ორი სიტყვით, ან ორი ხაზით ვიღაცას პასუხი გავცე, ხო? ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვიდეოს სახით მოგაწყდოთ ეს ყველაფერი. ეს არის მხოლოდ კიდევ ერთხელ განმეორდები და მიასწრებს ალბათ. ჩემი კვება. ეს არის მხოლოდ ჩემი გამოცდილება და ეს არ გესაუბრებად ეს გოგო, ანუ მე არ გესაუბრებ როგორც ექიმი, როგორც ინსტრუქტორი, როგორც რა ვიცი, მე მოკლედ ენდოკრინოლოგი და ასე შემდეგ. ინსულინ რეზისტენტო დამიმტკიც და თქვენ იცით, მოკლედ დავიწყე, მე აუში და ბოლოს იმ ეტაპამდე მივედი, რომ შფოთვები გამიუარესდა და ანუ ჩემი ორგანიზმი აი ასე მიტევდა ფარებს, რომ გააჩერდი, ნუჭამ და ბოლო ხო რა ვიცი, რო ანათებ და მეთქი რა ხდება ნეტად თქო და აი ეს ხდება, მოკლედ რომ დავიწყე. დღეს გახლავთ მე-13 დღე. ჩაიხურა თითქმის მე-13 დღე, ხა კვებას აღარ ვაპირებ, ჩაიხურა მე-13 დღე. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ სასწორი თუ მიჩვენებ და პირობითად გეტყვით 5 კილოს, მე მიჩვენებ და 4 კილოს, ახლა ისე 5 კილოს და ასე ცანცარებს მოკლედ და ყველაფერში მე მეხმარება ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ასევე ამ პრობლემით არის წარმოდგენილი და ყველა დეტალს ძალიან ბევრი ექიმი ალბათ ასე დეტალურად ბუნებრივია არ დაგიწერთ და არ დაგიღეჭავთ. იშვიათად რა ვიცი ვინ უნდა გამოჩნდეს რომ ასე დაგიღეჭოთ და ჩაგიდოთ პირში ყველაფერი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეხლა ამაზე მეგონი არ ღირს შედავება. თუ ასეთი ვინმე იცით, ვინც აი ყველა სიტყვას დაგიღეჭავთ, ყველა ზარს უპასუხებს და ყველაფერი მეც მივასწავლეთ, ენდოკრინოლოგზე მაქვს საუბარი. ხო, ამიტომ ხო, სასწორზე რატო დავიწყე საუბარი? მე თავიდანვე გამაფრთხილა ეკომ, რომ ეს არის ბუნებრივი ამბავი და ამაზე არ უნდა დაისწრესო. შენ როგორ გრძნობ თავს, ანუ შენ როგორ გრძნობ თავს, გრძნობ სუბუქად, ოდნავ მოგეხსნა შფოთვები, ანუ ნახეთ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მე ვხედავ შედეგს სახელზე. აი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ვიყურები და აშკარად ცვლილებას ვხედავ, ანუ აშკარად ცვლილებას. ხა როგორ შეიძლება ღამის 2-ზე და რო იბესკვნები ადამიანი და უკონტროლო ერთი ნამცხვარი არ გაყოფნის მედოკი და რა ვიცი, თავზე იმხობ ქვეყნიერებას, იმ კვებიდან გადადიხარ საათობრივ კვებაზე, აბსოლუტურად შეცვლილ კვებაზე და არ იყოს შედეგი, ანუ გარშემოწერილობა, დაწყნარებული სახე, ხასიათის რაღაცა გამოკეთება, აშკარად არ ვიცი, ხა ხშირად მიწეთ, რომ ხასიათი რაღაცა კიდე სხვადასხვაირად გაქვს. ხო, კი, ასია და რატო? იმიტომ რომ შფოთვები ნაწილობრივ მომეხსნა, რაღაცეები შიშები მომეხსნა, ნაწილობრივ ვიძახი ყველაფერი ბატონო. რაღაცა უნდა მითხარი. ნახე როგორ მომჭირდა. კი არ მოგიჭირა დედა, ეს უბრალოდ ზოლტია. გადაიწიე საყვარელო, ეს გადაიწიე. ესე როგორ ჩავხო, აღარ გეტკინება და მიირთვი თუ შეიძლება. ნაწილობრივ ყველაფერი მომეხსნა, მოკლედ ასევე მომეხსნა შედარებით ზურგის ტკივილი, მაგრამ თავის ტკივილი დარჩა უცვლელი. ყოველ დღე თავი ტკივა, ანუ სუდა თუ არ. მაგრამ იმედი მაქვს რომ მომეხსნება და თუ არ მომეხსნა, მე ადრე მქონდა წამლები დანიშნული და საკმაოდ დიდხანს კარგი შედეგი მქონდა. მეორე ხარისხის თავის ტკივილები არსებობს, არ გაქვს არაფერი თავში აბსოლუტურად, უბრალოდ
ხმაური, სტრესი, დაღლა და ბევრი რამ იწვევს ამას, რაც არაფერი არ არის ეს საგანგაშო და ძალიან დაბალ ფასიანი წავლები მქონდა გამოწვეული ნეტა სად მიგდი ეს რეცეპტი მაინც ვიპოვო, არ ვიცი სად მაქვს იმედია ვიპოვი. ეხლა მე მისულელი აღარა ვარ თავიდან და იმედია ვიპოვი. და მაგრამ მე გადაყრამჩვევი, აი იმედია გადავყარე? იმედია გადავყარე კი არა, ნეტა გადავყარე? აი არ ვიცი, მომწევნო მერე ოღონდ რა, არ ვიცი. და ანუ ეს რაღაცები მომეხსნა. ახლა ნახეთ, ვერავინ დაგაკვალიანებთ რა ასე ხა. ძალიან ახლობლის გარდა ყველა დეტალს პირში არ ჩაგიდებთ არავინ. და სულ ზარზე არ იქნება და სულ მესიჯზე. ბატონო. მარიკო საუბრობდეთ ახლა ესეთი თემა რომ არ მინდა რომ რაღაცა იმაში გადავიდეთ ღლაბუცში, კარგი? მერე ვისაუბროთ, ხო? კარგი. დღეს მინდა რომ ძალიან ლაკონურად ვისაუბრო შესაბამისად მარიკოს ვიდეოების შემდეგისთვის იყოს და ჩართულობები. არ მინდა რომ რაღაც აზრები გამეფანტოს მერე. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ, აი მართლა აუარებელი მესიჯები შემომდის და ასე ფიზიკურად გაცემა კიდევ ერთხელ განმეორდები რთული, ამიტომ მერჩივნა ვიდეოს სახით ჩაწერა და ვერ ვიცლიდი და აგერ მოვედი და როგორც იქნება მოვიდა დრო რომ ჩავწერო. დავიწყოთ. მოკლედ, მე ვიკვებები დღეში 4ჯერ. აქედან თქვენ შეგიძლიათ, მარიკო საუბრობ. შეგიძლიათ მიიღოთ 2ჯერ ხემსი, 2ჯერ კვება. ან 3ჯერ კვება, ერთხელ ხემსი. ჩემს შემთხვევაში, აი ნახეთ, მინდა რომ თან არ ამერიოს რაღაცები, იმიტომ რომ ანუ ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე, უბრალოდ ჩემი გამოცდილება მინდა სწორად გადმოგცეთ, რომ ინსულინ რეზისტენტობის დროს რა კვებაც არის და ჩვენ რითაც ვიკვებებით, ხო? ის აბსოლუტურად შესაძლოა არ შეესაბამებოდეს. მაგალითად, ვიღაცას რაღაცა ძალიან ბევრი ხარისხებია, ხო, შაქრის და შესაძლოა საერთოდ აკრძალულიც კი ქონდეს. ამიტომ თუ ეს პრობლემა დგას, მე ნუ მომისმენთ, იმიტომ რომ შესაძლოა აბსოლუტურად აცდენები იყოს ამ კუთხით. თუმცა როგორც მე ვიკვებები, სწორი კვება, როგორც მე ვარ, ჩვეულებრივად შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ, ვისაც წონაში კლება გინდათ, ისეთი ჯანსაღი, პირობითად კვირაში 3 კილოგრამი, 2 კილოგრამი, აი ასე რომ დაიკლოთ, მაგრამ ეს იქნება ყველანაირი სტრესის და ყველაფრის გარეშე. მე კალორიულ დეფიციტი მირჩევნია და რატო ყველაფერს მივირთმევდი. ხო, ნუ ჩემი პრობლემის გამო ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება, სანამ ყველაფერი ნორმაში არ ჩადგება. მერე უკვე კალორიულ დეფიციტზე რა თქმა უნდა გადავალ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ახლა ამ იმით ვერ იქნები, უბრალოდ მერეც უნდა აკონტროლო და უნდა იცოდე და დაიმახსოვრო, მაგალითად, რითი დაიცვა თუნდაც ტკბილი. შენი ორგანიზმი, მე რაღაცას რომ მიირთმევ რითი იცავ იმ შენ ორგანიზმს, რომ კიდე არ ირბინოს, ხო, ამ შენმა პრობლემამ აქეთ იქით. ესენი უნდა დაალაგდეს. მე გამომდის როგორ თუ არ სოფელში, რადგან ყავას ხშირად სვამთ უფრო ძირითადად, ამიტომ 2 ხემსი გამომდის და ძირითადად მივირთმევ ვაშლატამას, იმიტომ რომ მიყვარს და ვგიშდები ვაშლატამას და ბევრი და ყველა ხილი რა თქმა უნდა ჩვენც არ არის მისაღები, მაგალითად ყურძენი არ არის მისაღები, თუთა და რა ვიცი კიდე ბევრი. ნესვი და ერთ ვაშლატამას ესე დავჭრი რაღაცნაირად, მე არ ვიცი თუ ვიდეო ნახე ამ ფოტო აუცილებლად მივაბა, ნანახის კაკნეში შევსე მივაბა წინა ვლოგებში. მიყრია ცოტა თხილეული, იმიტომ რომ დავიცვათ ჩვენი სიტკბოებები რომ არ ირბინოს და არაქისი, ეს რაც ვიყიდე იგივე სნექი, რომელიც რაღაცნაირად ნაყროვანებას იწვევს, რომელიც მე გაჩვენეთ კიდეც ის ქილა და ბევრნაირია, თავარია რომ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად უშაქრო, გოგოებო, უშაქრო. და ერთი კოზი ან თუნდაც სავსე კოზი არ არის საუბარი, ესე რაღაცა მოვადებ ხოლმე და ძალიან მომწონს ყავასთან. მე უშაქრო ყავაზე გადავედი, იცი თქვენ და რაღაცა მიბალანსდება ეს ყველაფერი რა. დილის 7 საათზე
ვიკვებებოდი ხოლმე მე აუცილებლად თავიდან რომ დავიწყე მქონდა ძალიან ძლიერი შიმშილი, იმიტომ რომ აბსოლუტურად გადავედი არანორმალურ სხვა რეჟიმზე, ხო? ვითომ ეხლა მაშინ ნორმალურზე ვიყავი, მაგრამ ეს იყო ჩემთვის არანორმალური, იმიტომ რომ ამერია ყველაფერი და მთელი ორგანიზმი აირია და გონება და სტრესში იყო, ხო, რომ იმ ტკბილს ითხოვდა ისევ და იმ რაღაცა გიჟურ კვებებს ითხოვდა ორგანიზმი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა, ალბათ უფრო 2 დღე გამიჭირდა რაღაცების დალაგება და მერე უკვე თავისი წავიდა, მაგრამ 2-3 არც 3, რაღაცა 2 დღე უფრო ძირითადად ცოტა ისეთი სტრესული იყო. თუმცა კალორიული დეფიციტ გამოვლილი ადამიანისთვის ნაკლებად სტრესული, ვიდრე ვთქვათ ადამიანმა, რომელიც მათ დაიწყოს და არ ქონდეს არაფერი გავლილი მანამდე. ვიწყებდი 7 საათზე. პირობითად 1 ნაჭერი პური, რაღაცა ყველიან არ ვიცი, თუნდაც ეგ არაქისი ვისაც უყურს, რა ვიცი, რაღაც მოკლედ გადასმული ან კრემყველი ან რაღაც, არ ვიცი, ასე მივირთმევდი. ხანდახან თუ კვერცხი მქონდა უცებ მოხარშული, მაგასაც დავაყოლებდი და გავრბოდი ხოლმე. მერე ეს გეუბნებით ის 2-3 დღე გიჟური რომ მქონდა. და ვერ ვძლებდი. მერე ვიკვებებოდი 10 საათზე და მივირთმევდი ასევე კვერცხს, ყველს, პურს და ძალიან მიზერულად ვიკვებებოდი, ასე რომ ვთქვათ. მერე მივირთმევდი 2 საათზე უკვე ძალიან კარგად, ისე რომ ძალიან კარგად დანაყრებული ყოფილიყავი და ვარ ხოლმე 2 საათზე, 2 საათი ეკვებაზე ვქეიფობ, იმიტომ რომ ბოსტნეული უნდა იყოს ბევრი და თავიდან ჩემი ტვინი ეწინააღმდეგებოდა მაგ ამბავს, რომ ჯერ ბოსტნეული მიიღე, მწვანე მიიღე და მერე სხვა რამე და ჩამიდო ეკომ თავში, მწვანე და მოკლედ ამით ვიწყებთ ნებისმიერ კვებას. მე არ ვწახი ხებსის დღეს, ანუ დღეს კიდე საათს ბოდიში ზოგადად კვების მას გეუბნებით. აუცილებლად რამე მწვანე უნდა მიირთვათ. ანუ ბოჭკო და მივირთმევ ხოლმე, შესაძლოა ძალიან მიდოდეს ის რაღაც სხვა რაც მიდევს თეფშზე, მაგრამ ჯერ ერთის მაინც უნდა კიტრი მივირთვა, ამ ხელა მაინც ან რაღაც მწვანე რა. და ცოტა მივირთმევ ხოლმე, ვიდეოებიც მიდევს და ნანახი გაქვთ, რომ ძირითადად სალათით ვიწყებ ხოლმე და მერე მაგალითად ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ ჭვავის პური, რომელსაც მე ყოველ მასე გიზიარებთ ხოლმე, რომ ვყიდულობ და იცით რომელ პურზე აქვს საუბარი. და 2 ნაჭერი. ანუ კვებაზე 2 ნაჭერი ჩვეულებრივი ამბავია, ეხლა რომ კალორიულ დეფიციტზე, ეხლა 6 ნაჭერი რო ჭამო დღეში, ანუ ბევრი გამოგდის, ხო და აქ ასე არ არის, ანუ რეალურად ჩვენთვის არის აუცილებელიც კი რომ მივიღოთ და კვებაზე 2 ნაჭერი. ახლა ნახეთ. თუ მე მინდა რომ მივირთვა სომხური ლავაშიც, იქ პურს აღარაფერი ესაქმება და ეგ არის ჩახსნილი ამბავი. ანუ ან ერთი მივირთვი და ან მეორე, ახლა ყოველთვის ვერ მიირთმევ. ამიტომ ვიღებთ ერთ ლავაშს და ამ ლავაშს ვყოფთ შუაზე. ეს გაყოფილი გვეჭმება და არა მთლიანი. ეს გაყოფილი არის 2 ნაჭერი პურის, რა ვიცი, რაოდენობა და 2 ნაჭერი პური შეგვიძლია, მაგრამ ესეც რომ მივირთვათ უკვე 2, ან 4 ნაჭერი ერთ კვებაზე არ შეიძლება. რო გშია და გინდა ხო, არ შეიძლება, თუმცა მე დავტესტე და მივირთვი და კინაღამ მოვკვდი. ანუ გრამიკერამად კი, აშკარად ბევრი მომივიდა, იმიტომ რომ უკვე აღარ იყო ორგანიზმი მზად 4 ნაჭერი პურისთვის და კიდე ამდენი საკვებისთვის რა. და ახლა ისე ვაკეთებ ხოლმე, რომ ხო გავყობ შუაზე და ამასაც ვყოფ. და ნაწილზე ვაკეთებ სხვა რამეს, მაგალითად შემწვარი კვერცხი, ცოტა დაჭრილი ყველი, მოყრილი გადავკეცავ. მერე აქეთ მაქვს ტუნა გამზადებული, აუცილებლად ცხიმიანი გოგოებო და არა მარილწყლიანი, იმიტომ რომ არა, მარილი უკვე არ გვინდა, მარილწყალში უნდა იყოს ცხიმში. მაგრამ რა თქმა უნდა, ასე ახლა ცხიმი ამოიღო და გადაუგლასუნო, ბუნებრივი არ შეიძლება. ამიტომ წვენი ნაკლებ, ბატონო.
შეიძლება მე როგორც რაღაცა და მოდი დედა. ეხლა კი, მოდი. კი, აბა რას ვიზავ, გაცივდე საკაჭმევ დედა. როგორ გაცივდა? მოდი დედა, კი არ მეზარება შვილო, მეთქი რა უნდა. აი, ამიტომ ვიძახდი, რომ ანუ მეჭის კონცენტრაცია მე რაზე ვსაუბრობ, თუმცა ძალიან ჩართული ვარ რაღაცაში. მირთვიდე, მაგრამ ნუ ბავშვი, პირველი ადგილი აქვს ბავშვს მაინც. ხო, მეორეზე მოკლედ ვამზადებთ ტუნას და რა თქმა უნდა ნაკლები ცხიმი რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გადმოვწუროთ. და აი ერთი ტუნა ამ ხელა ხო სამწუხაროდ ძალიან ძვირი ღირს, 4 ხელ არ იღირს, ფაზეკლება რომც არის მაინც ძვირი ღირს. და მე არასდროს კლუბის წევრობა არ მეღირსა რატომღაც აი ბოლო თვეებში მანამდე ძალიან აქტიურად ვიყავი ამ კლუბის წევრობაზე მიმჯდარი და ახლა რაღაცა მეზარება. შესაბამისად ძალიან ძვირი მიჯდება ეგ სიამოვნება. მოკლედ ვიღებთ ტუნას. ეს ერთი ტუნა მე მყოფნის გოგოებო შემიძლია გავაკაჩინო ერთი 5ჯერ რომ მივირთვა რა. შემიძლია, იმიტომ რომ იმდენ რაოდენობას არ ვაყრი მე რომ აი გადაიტენოს და დედა და ახლა ჯერ მხოლოდ ლავაში არ წაირო ძალიან ბევრი მოვათავსო ხო და ამ ნახევარზე ესე ტუნას მოვაყრი თუ მინდა ცოტა ყველსაც მოვაყრი და ისე მივირთმევ დღეიდან მაგალითად ხო ნახეთ დღეს მე აბსოლუტურად შევზღუდე საღამოს კვებების დროს რძის ნაწარმი და ამიტომაც დღეს ყველის გარეშე მივირთვი და ანუ ძალიან გადასარევად მივირთვი და გითხრათ ორივე ანუ კვერცხენს გავაკეთე და ისიც კვერცხი აუცილებლად ანუ სილოვნა მივიღოთ ძალიან კარგი იყო ორივე აი იდეალურად დამანაყრა გოგოებო ორივემ იმიტომ რომ ცხიმიც ჰქონდა და იქ ლავაში და ბოსტნეული ჯებოსტნული თავავს ორგანიზმი და აი ხო ის რო იღლები უკვე ამ მდგომარეობაში უკვე მე თუ რამე დამღლიდა ჰადედიკო თუ მაგალითად არ მოვინდომებდი მაგის მირთმევას ნუ შემეცო პური მიმერთმე მაგრამ უკეთესი იქნება თუ თად ორნაჭერპურ საღამოს არ მივირთმევთ მაგრამ ჩემი ტვინი სასტიკი წინააღმდეგია და ითხოვს კატეგორიულად მაგავს. არა, თუ პურს მივირთმევ ერთ ნაჭერს, მაგრამ ლავაში შემთხვევაში მე კიდე ეგ რო გავჭრა, მხოლოდ პაწაწუნა ამ ხელა ფიზიკურად და მე შიმშილში გადამივა. მაგას ჯობია რომ საკვები დავამატო სხვა რამ, მაგრამ მე ჯერ მაგისთვის მზად არ მიჩვენე ის მივირთვა. 8 საათზე ვამთავრებ კვებას, 8 ნუ 9 წუთი, ანუ 8 კვებაზე ვიძახი რა. 2 საათზე მაქსიმალურად კარგად უნდა იკვებოთ გოგოებო, რომ თქვენი ორგანიზმი იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული და არ იყოს რაღაც ვერ კანკალებდეს. მერე 5 საათზეც მიწევს ხო იდეაში კვება. 5 საათზე ანუ 2 საათზე ვისაუბრეთ უკვე, 2 საათის კვება, მოვიდა 5 საათი. 8-ს ვისაუბრეთ, ჯერ 5 საათზე არ მისუბრია. უკუღმა დავიწყე. 5 საათი კვებას რაც შეეხება, მე ვიღებ ვაშლად ამას და რამდენიმე თხიელს ან ნიგოს, რომელიც მაქვს იმ მომენტში. ეს არის ჩემი ხემსი. შევიძე კიდე ისიც დავაყოლო, რა ქვია, იოგურტი კი არა, რა ქვია შვილი. მაგარი და რა ვაიმე გარგარიო მიშველეთ. გოსვატამა. ნო. გავიტიშ. მაწონს როგავს რა ქვია კაცო ხო რაც ქვია ხო ხვდებით მოკლედ ეგეც დავაყო რამდენიმე ყლუპი მაგრამ ეხა მაგ იმათრევინე კიდე მაგ ხელა გაწურული ის რძე გაწურული რძე ანუ კი ხვდებით ასეც ალბათ ფადედა გამახსენდება ასე სიტყვა გამეჭედა ეხლა მირთვი რა თუ შეიძლება ლავაშიც გადმოიღემანდედან ამიტომ თან დრო არ მაქვს ეზოს დროა მაგალითად უკვე გასულა ბავშვების და ძალიან ქაოსია და ეხლა დაჯდე იქ ნაკლებად ან დროც არ მაქვს და არც მინდა გადავიტვირთ როცა არ მინდა მე საერთოდ მაგ დროს არც მინდა რო დავაკვირდი ერთხელ ისე იყო რომ ვერც ერთი ვერ მივიღე და ეკომ კიდე მომკლა იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული დაკლებაზე ჩვენ ვართ იმაზე რომ ეს ანალიზები იყოს ნორმაში შესაბამისად ნორმაში იყოს და იკვებო ტვის მიჭამს ხოლმე და ნუ რა თქმა უნდა მე ვუჯერებ ძალიან მიყვები მოკლედ რა რო გითხრათ და ნუ არ შევშილობ
ვარშლატამას ვიღებ. ნუ ზამთარში ასვისამ არ ვიცი, მე რაღაცა ხილი გამოჩნდება, რა ვიცი, მე იმას მივირთმევ. ჩავანაცვლებ. ვაშლი მაშიპს. ეგ ზუსტად ვიცი, არ მსიამოვნებს ვაშლი, ისეთ დიდად არ მიყვარს. ანუ დამწიფებული ის აღარ მიყვარს. მკუხეხეზე კი ბატონო. ხო. და 8-მდე იდეალურად გრძნობ თავს მინდა გითხრათ არანაირი შიმშილი და მე სახშოდის ბივალ ჭამოდა დაფეთებული ვარ სახშოდის ბივალ იმიტომ რომ არ გადაცდეს კვება და არა იმიტომ რომ შია თუმცა მე რო დავждები მე როგორ მინდა რა თქმა უნდა ეხა ჰადედი კომოდი მარიკუნა პურს არ მივირთმევთ იმ შემთხვევაში თუ მივირთვი გვაქვს მაკარონი მენიუში გვაქვს ვერმიშელი მენიუში და კიდევ მსგავსი რა არ მივირთმევთ. ასევე ჩახუხბილი მაგალითად არ გვეჭმევა, შეგვიძლია ხორცი ამოვიღოთ მივირთვოთ, ახლა ჩახუხბილი და იქ ტომატიში ჩაბუჟბუჟებულები და რაღაცები არ არის რეკომენდირებული, ჩვენ შეგვიძლია მივირთვოთ მხოლოდ და მხოლოდ მისგან ხორცი. მე მაწყობს მიყვარს. ორ ყველაფერი მიყვარს, იგი რაც ყრია ჩახუხბილში, მაგრამ ნუ ეგეც მიყვარს. აიღე დედიკო რა ეს. ასევე თევზი, შემწვარი თევზი მაგალითად შეგვიძლია მივირთვათ. კარგი, მაშინ ლავაში მივირთვით. შემწვარი თევზი შეგვიძლია მივირთვათ, მაგრამ არ უნდა იყოს ფქვილში ამოვლებული. ფქვილში ამოვლებული. ხა მაგალითად სოფელში ფქვილში ამოვლებული იყო ჩემმა მულმა შეწვა მე რო ჩავიდგო შემწვარი ქონდათ და კანი გადავაძრე ეკოს მივიწერ რომ მეთქი ესე და რა ვქნა ანუ თევზია სია შემწვარი და როგორ ვქნა და მითხრა რომ გადააძრე კანი და ისე მივირთვი და გავბუტე ძლივს აყოლე ნახევარი ხორცი და ისე მივირთვი გადასარევად ასევე აჯებსანდალი შეგვიძლია მივირთვათ მხოლოდ ბადრიჯნები აი მას რა ამოალაგებს გეხოცები რომ აი ეს მივირთვა სულ არ მინდა ეგ ბადრიჯანი არ მივირთვი მაგის ნერვები არ მაქვს ძირითადად ჩემი მენიუ ახლა ხო ბადრიჯანი თან ცოტა ტოქსიკურია ჩემთვის მაშინ ზუსტად გამხადა დედამ საუბრობ ჩემო სიცოცხლე კარგი და აზრი მეფანტება რაღაცა ინფორმაციული ვიდეო მინდა გავამივიდეს და რაღაცა ვირევი მე ხო რა მინდა არის რა თქმა უნდა დამატკბობლები და შეგიძლიათ მიიღოთ სტევია და რაღაცეები, მაგრამ მე ერთ-ერთი არ მომწონს და ამიტომ უშაქროზე გადავედი და თან ვლოცულობ რომ მალე შემიყვარდეს უშაქრო, ანუ განა მივეჩვიო სხვა რამეა, ეხა ბევრ რამეს ვეჩვევი, მაგრამ შემიყვარდეს, არ ვიცი როგორ იქნება ეგ ამბავი და მედი მაქვს. ასევე იყიდება ძალიან ბევრი ტკბილეული, რომელიც დიაბეტებისთვის პირველი ის არის და არ არის პრობლემა რომ პაწაწუნები მივაყოლოთ ყავას, თუმცა ჯერ არ მიყიდია და არ ვთვლი საჭიროთ ამ ეტაპზე მაგას, ჯერ სულ რაღაც 13 დღეა და ნამდვილად არ ვაპირებ მაგით კუჭი ამოვიძღო, თუმცა შოკოლადი მაქვს და შავი შოკოლადი და იმას მივირთმევ ხოლმე სულ რაღაც ორჯერ მივირთვი 13 დღის მანძილზე და რა ვიცი ეს არც მომეწონა სიმართლე გითხრათ. ნუ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ერთი პაწაწუნაზე საუბარი და არა რაღაცა ვეშა პლიტკებზე. პლიტკები. აი პლიტკები რო ხო დიდი ეგენი არ შეგვიძლია. ნუ ერთი და შეგიძლიათ აი ესეთი მივირთვათ. ჩემი მენიუ ძირითადად შედგება ამ ეტაპზე თევზი ხორცი, ქათმის, შეგვიძლია ფილე მივირთვათ, რა ვიცი და ყველა ნაწილები შეგიძლიათ რომ მივირთვათ, რბილი ნაწილები. ფილე, თევზი, კვერცხი, რომელიც ვაიმე დღესაც რო წამოვიდე 10 კვერცხი გვაცაო. ის შეჭამე უკვე გუშინ 6 რო წაიღეო. მე 4 შეჭამე, ერთი ბავშვი შეჭამა და ერთ ახლა შეჭამს. ანუ კვერცხი აღარა გვაქვს მივთხარ. დღე გამოშვებით ვყიდულობ 15 კვერცხს. ხო, მოკლედ, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, ჭვავის პური,
თხილი, ნიგოზი, მე ჩემ მენიუს გეუბნებით ახლა რაც მაქვს აქტუალურად. კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელს ვყიდულობ ხოლმე ხშირად, მაგრამ დღეს ვერ მოვხვდი იმ ტერიტორიაზე და არ მიყვარს პირდაპირ ვიძახი, უბრალოდ სიმწვანის გამო რო საჭიროა მივირთვებ თორე საერთოდ არ მიყვარს. და ვერც ვიგებ რატო უნდა მიყვარდეს. ტუნა, ანუ შემწვათაზეც არის საუბარი და ტუნაზეც. ტუნა, ასევე კრემყველი, რომელსაც ხანდახან მაქვს ხოლმე მომენტები, რომ როცა რაღაცა მწირი მენიუ მაქვს, მიმაქვს ხოლმე იქ და პურზე გადავუსვა. ჩემი ბატა, გებრიელად მივირთვევ, აი დილის 10 საათიან კვებაზე ძირითადად. ვაიმე და დავიწვი. ეგ არის ახლა ჩემი რაღაცა ძირითადი მენიუ, აი როგორი მენიუ, იცი, რასაც ძირითადად ვიყენებ. ხო? წვანელობიო იდეალური ჩვენთვის ხალხო იდეალური პროდუქტია და აი რა ვიცი დღე გამოშვებითაც რომ ერთად იდეალურია შეასავეთ როგორც გნებავთ უცხიმო და რაღაცა რო არაფერს გავს ეგეთი არ მიირთო ჩვეულებრივი გააკეთეთ თუ პომიდორში და იმებში ნუ ვიზავთ არ გვინდა შეგვიძლია ასევე გავაკეთოთ კვერცხითაც, აი ხო რომ კვერცხში აკეთებს, ზოგის კვერცხს საერთოდ არ უშვება მაგალითად. მე კვერცხითაც მიყვარს, უკვერცხოც მიყვარს. მაგრამ რადგან კვერცხი უკვე მერე ურევია და ცალკე კვერცხი კიდე ბევრი აღარ გვინდა ხო რომ მივირთვათ ახლა მე ორი კვერცხი მაინც მინდა კვებაზე რომ კარგად დაუნაყარდე და ახლა იქ თუ არის მერე ერთი მრჩება და არ მინდა მოკლედ. მირჩევია ლობიო ისე გავაკეთო უკვერცხო და ცალკე ცილად ეს მქონდეს ეს ჩემი ის რა ამიტომ მე სულაც არ ვთვლი რომ წირი მენიუა ეხა ხორცს თუ გააკეთებ და თევზს თუ გააკეთებ გენაცვლი და კვერცხი თუ გეგნება და კრემყველი და ანუ არა გაქვს რა წირი აღარ გამოგდის ხვდები რაღაცა შიმში და მე ეს მენატრება და ის მენატრება არ გაქვს და თან ტვინში რო გაქვს ჩადებული რომ შენი მიზანი ეხა ჩემი პირველი მიზანი მე პირდაპირ ვამბობ ხოს ვამბობ რომ მე დაკლება და არა ახლა ჩემი მიზანია რომ ეს დამპალი ინსულინის პრობლემა მოვიშორო რომ გადავიდე მალე კალორიულ დეფიციტზე მე მინდა დავითვალო კალორიები რამდენი კალორიას ვიღებ ამ კვებებით ხა კვერცხს წვამი მას წოწუთა მეცეც ვასხავიდე თქვა შხაპუნით რომ შეაცხავ და ეს სხვა არა რა თქმა უნდა და ეგ მაინტერესებს როგორ არის რა აი არ ვიცი უნდა დავთვალო არ ვიცი რამდენი კალორიას ცდება და რამდენი კალორია გამომდის გონზე არ ვარ უბრალოდ აი დაახლოებით მინდა რომ დავითვალო ხო ეს არის ჩემი კვება მეგობრებო მე ამით ვიკვებები და ფაქტი სახეზე არის რომ ცოტა გამოვიხედე თვალებიდან ძალიან ცუდად გრძნობდი თავს ბოლოს არ დაგიმალავ ჩემი შინდა უკვე და ბოლო პერიოდი შიშმა ამიტანა ძალიან საკუთარ თავის შიშები დამემართა უკვე რომ მეთქი ანუ რა ხდება მაგრამ მადლობა ღმერთს რომ მაინც რაღაცა თავი ხელში ავიყვანე და მიგვიან დააყვანა არ დავმალავ მაგრამ ავიყვანე სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა უღრმესი მადლობა ვინც მომისმენთ გოგოებობა თქვენცი წარმატებებს გისურვებთ მე ესეთი რაღაცები ჩამოვთვალე პროდუქტები იდეაში ყველა ორგანიზმისთვისაც რომ ძალიან კარგია თევზი გინდა ხორცი გინდა ანუ ყველაფერს იღებ ხო ცილა გინდა ბუჭკო გინდა ანუ აბალანსებ დაუწიე თუ შეიძლება ყველაფერს ანუ ყველაფერს იღებ ამით რა დაუწიე თუ შეიძლება შესაბამისად ორგანიზმი ვერ იქნება სტრესში, იმიტომ რომ შენ ყველაფერს იღებ. მე რატო არ მაქვს ეს ძლიერი რაღაცა გადაქანებები, იცით? ვიღებ ბოჭკოს, ვიღებ ცილას, ვიღებ ცხიმს, გესმით? ანუ ყველაფერს იღებ. შესაბამისად, რაც აქამდეც უნდა მიეღო ჩემს ორგანიზმს და ანუ არ ვაწვდიდი და მედოკებით ვჭებდი, ჩავანაცვლე ახლა კვერცხით და რაღაცებით რა. არ ვიცი რაში გამოგადგებათ, მართლა ეს ჩემი ინფორმაცია და ვიცი მინდა რომ გამოგადგეთ ყოველ შემთხვევაში. პირველი დავიმახსოვროთ, აუცილებლად არ აქვს მნიშვნელობა ინსულინრეზისტენტი ხარ თუ რა ვიცი, სხვა რა. პირველ რიგში მივიღოთ კვების დროს ბოსტნეული. ერთი რაღაც მაინც მწვანე. ხოფოს არის ხო, როგორც პომიდორი და ასე შემდეგ. შევეცადოთ რომ მივიღოთ ის რაც მე გითხარით, ასევე ძალიან კარგია ყაბაყიც, მე არ მიყვარს ვერ ვიტან მეზისხება, ბროკოლიც, ყვავილოვანი კომბოსტო ყველა მეზისხება. კიდე შეიძლება ყვავილოვანი ავიტანო, მაგრამ მაგასაც ვერ ვიტან არ შემიძლია. და ასევე უმნიშვნელოვანესი წყალი. წყლის გარეშე არანაირ შედეგზე არ ვიოცნებოთ.
წყალი არის აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისათვის. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ ყველაფერს რა. არ აქვს მნიშვნელობა ახლა დიაბეტი გააქვს, უბრალოდ გინდა წონაში დაიყო და რა უნდა ქნა. ეს არის ჩემი გამოცდილება, გოგოებო, ვიღაცისთვის შესაძლოა ძალიან მწირი მენიუა, რა ვიცი, ბევრი რამ გვეჭმევა კიდე, მაგრამ მეგონებთ რაც მიყვარს და რასაც ვჭამ. ეხლა რაც არ მიყვარს, ჯერისას შეზღუდულად ვჭამ და იმასაც ვერ იმას ვისავ. ამიტომ ამოვარჩი ეს კონკრეტული, რაც ძალიან აუცილებელია და რაც მიყვარს და ისედაც ვჭამ. თორე ხა ბროკოლი მეც ვიცი რომ უნდა მივირთო, მაგრამ არ მინდა მეზისხება. სხვა რამით ჩავანაცვლე, ხო? იგივე მწვანელობიო, იგივე კიტრი, იგივე მწვანილები და ასე შემდეგ. კარგით, ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ. მე გავაგრძელებ ყავის მირთმევას. იმედი მაქვს, რომ მათზე დალაგებულად აგიხსენით ყველაფერი. ყველაზე კარგია თუ 3-4 საათიანი გამოყოფილი დროები გექნებათ კვებიდან კვებამდე და ბოლო კვება გექნებათ 8 საათზე და 8 საათზე დავასრულებთ კვებას. ეს არის იდეალური და სხვათა შორის მე 8-ზე არა 7-ზე ვასრულებდი ხოლმე კვებას ადრე როგორ კვებაზეც ვიყავი. აი ძალიან ადრე 7 საათზე ვასრულებდი, თუმცა 7-ის მერე ძალიან ბევრი დროა და მე მაინც ახლა რო ფიქრობ, რა საათზე უნდა დასრულდეს კვება რა, ყველა ვარიანტში. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, ნუ შეგაშინებთ ის რომ აი მე 2 კილო დავიკელე და შოკიდან ვეღარ გამოხვიდეთ. 2 საათს დაიკლებ და მეცად დაიკლებს მეგობრებო, თუ იქნება ნებისყოფა. და თვეში 3 კილოს ნუ ვიხუმრებით რა ხალხო რა. კილოზეა საუბარი და არა 2 გრამი და ყველა აბსოლუტურად აი ყველა კილოგრამი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის რაც ძალიან აუცილებელია ის რომ დაალაგდება. კვებაც უფრო სწრაფად წავაწინ, გესმით? ჯერ ორგანიზმი ისია, რომ არ არის მზად მაგისთვის. ჯერ სხვა რაღაცები არის წინ და ისედაც როცა ჭარბი წონა მაინც თამაშობს ეს შაქრის რაღაცეები, გესმით? და ყველა ვარიანტში მაინც გჭირდებათ ისეთი კვება, რომ თქვენი ორგანიზმი ცოტა გაწმინდოთ და დაუსტაბილუროთ ყველაფერი. პატივიცეთ რა ორგანიზმს რა. მოკლედ, წავედი, დიდი მადლობა გამხნევებისათვის, მადლობა იმისათვის, რომ დაგაინტერესათ და ბოდიში იმისათვის, რომ დამიგვიან და პასუხების გაცემა. არ ვიცი ხა ისეთი არც არაფერი მithქვამს, ასე ვთქვათ, მაგრამ ვფიქრობ, რაც გაინტერესებდა და რა კითხვებიც იყო, ნუ ყოველ შემთხვევაში ამოვწურე, წამლებს არ ვიღებ. ანუ საღამოს ვიღებდი ხოლმე რაღაცა, არის ძალიან იაფია წამალი რო არის, მაგრამ გადავწყვიტე რომ შევუტიო კვებით და როგორ არის იცით, კვებასთან ერთად ესეც დალიო რომ უფრო სწრაფად დაარეგულირებო და მოდი კვები დავიწყებ რა და წამალს გავაჩერებ. და გავიდეს დრო, მივალ და თუ კიდე ისე იყო რომ წამალს რატო არ სვამდი, წამალს მივაშველებ. მაშინ ჯერ აღარ მინდა რომ დავლიო. თან რაღაცა არ სიამონებს ორგანიზმს, ცოტა ცუდათაც მხდის და როგორც მითხრეს, ყველა შეიცავს მაგას ეს შარდმდენებს და რაღაცებს და შარდმდენს არა ბოდიში ფაღარაც და ცოტა შარდმდენებსაც კი პრინციპში და ყველა თითქმის მაგას შეიცავსო და ამიტომ უფრო ვიკავებ თავს და არ მინდა და თუ მაინც და მაინც ჩამახტა ხახაში ენდოკრინოლოგი, მერე დავლევ რამენაირად. ასე რომ სულ ეს იყო ჩემი ვლოგი. დიდი მადლობა, ვინც ჩემს ვლოგს უყურებს და იმედი მაქვს, რომ ეს თვე ძალიან ნაყოფიერი გამოვა თქვენი ყურებით. იმიტომ რომ ეს თვე ძალიან მჭირდება, უკვე მეორედ ვამბობ და როგორც ხედავ, ჩემი თხოვნა გაითვალისწინეთ და უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.